ფაქტორს. რეგიონებში არსებული საფეხბურთო მოედნებისა და ბაზების რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყოფა. ფეხბურთის განვითარების კომისია, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, რამდენიმე დღეში პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს. კომისია ქართული ფეხბურთისთვის ინვესტორების მოძიებაშიც ჩაერთვება. მთავრობა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 30 მილიონ ლარს გამოყოფს. თანხები ძირითადად ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას და პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. ხარჯვის პროცესს კი სამინისტროების პირველი პირებისგან შემდგარი სპეციალური კომისია გააკონტროლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიამ დაიწყოს მუშაობა, რაც შეიძლება მალე და ჩამოყალიბდეს ის ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, ეს არის 5 წლიანი ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნება პირველ რიგში მასობრიობაზე, საფეხბურთო კლუბების გაძლიერებაზე და იმ საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენ ქვეყანაში. სახელმწიფოს მხრიდან მოხდება დახმარება იმისთვის, რომ სპორტი, კონკრეტულად ფეხბურთი განვითარდეს, რადგან ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული პრობლემები გაგვაჩნია. ვფიქრობ, ზუსტად ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ფეხბურთი განვითარდეს, ბავშვთა ფეხბურთი განვითარდეს. სამთავრობო კომისიაში წამყვანი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო იქნება. ნარმანიას უწყებას პრემიერმა რეგიონებში საფეხბურთო მოედნებისა და ბაზების რეკონსტრუქცია უკვე დაავალა. თუ ჩვენ მოგმართავს ადგილობრივი თვითმმართველობა ან გუბერნია, ესეთ შემთხვევაში შეგვიძლია დავაფინანსოთ მოედნების მშენებლობა. გვაქვს ერთი გარდამავალი პროექტი, რომელზეც სპორტის სამინისტროსთან ერთად მუშაობთ. ეს არის წყალტუბოში სტადიონის მშენებლობა, რომელიც უნდა განახორციელოს ჩვენ მაქვემდებარე სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. საფეხბურთო კლუბის საბურთალო ერთ-ერთია, რომელიც ფეხბურთის განვითარების პროგრამაში კერძო კლუბის სტატუსით ჩაერთო. კლუბის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი ამბობს, რომ ეს პროგრამა ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია. მე ვერ გამოვყოფდი მარტო ერთ პრობლემას, რომელზეც უნდა დავიწყოთ, იმიტომ კომპლექსურია სადგივარი და ერთი პრობლემა არ არის. თავარი მე მგონია, რომ ურთიერთკავშირშია ყველა პრობლემა, ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ როგორ შევქნათ წინაპირობა იმისა, რომ კერძო ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს ქართულ ფეხბურთში, იმიტომ რომ მხოლოდ დოტაციაზე, მხოლოდ სახელმწიფო რესურსების შემხედვარი ფეხბურთი ვერ გადარჩება. სამთავრობო კომისია რამდენიმე დღეში შეიკრიბება და პირველ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს. პირველი თემა კი, რომელზეც იმსჯელებს თბილისში 2015 წელს ჩანიშნული სუპერთასის მატჩი და UEFA-ს 2017 წლის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრებია, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.